ჩვენი ქვეყანა. ესევე შემდეგ კვირას არის სულფოფენობა. ეკლესიის დაბადების დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დასწაული არის. ძალიან მნიშვნელოვანი და ეკლესიის დაბადების დღე. მე ხშირად ვთქვი თქვენთვის. აი თქვენ ახლობოსო დაბადების დღე აქვს. თქვენ ძალიან გიყვართ. როცა იმ ადამიანის დაბადების დღე. თქვენ ხო მზადებით მისი დაბადების დღისთვის. ხო ფიქრობთ რომ მას საჩუქარი გაუკეთოთ და როგორ საჩუქარს უკეთებთ მას? თქვენ რომ მოხდოთ თუ მას რომ მოწოს? როგორ საჩუქარს უკეთებთ? მას რომ მოწოს ეგ საჩუქარს უკეთებ. ანუ მას რაც ყველაზე მეტად გაახარებს, ისეთი საჩუქარი უნდა აჩუქო იმ ადამიანს, ვინც ძალიან გიყვარს. იმიტომ რომ შეიძლება ის რაც მოწოს, იმას შეიძლება ის საფუთ არ მოწონდეს. ამიტომ შენ ის საჩუქარს უკეთებ იმას, რაც მას ძალიან მოწონს, რაც მას ძალიან გაუხარდება. ეკლესიას არ გაუხარდება ყველაზე მეტად. აი ეკლესია ისთვის დაარსდა. ეკლესია დაარსდა პირამის გამო, რომ თქვენ სოდები ჩამოგეშორებინათ და განცდილი ხართ და წმინდანი გამყარებთ. ანუ ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენგან ისთვის მიწვნელი იქნება ის, რომ თქვენ რაღაცა სოდას, ერთ სოდას აქვს, რომელიც ძალიან გიშლის მეთან ურთიერთობაში ხელობს. რომ რაღაცა ამჯერს მომზადები და ამ სოდას საჩუქრა დაჯგებ ეკლესიას. და ითქვი რომ მე დღეიდან აი ამ სოდას არ ჩავიდებ. მე შენ იმდენად მიყვარხარ, ქრისტე, იმდენად მიყვარს შენ ეკლესია, რომ მე შენ მინდა ამ კვირას ეს საჩუქარი გაგიკეთო. მე მინდა გაჩვენო. აი ეს სოდა, რომელიც მე ძალიან მაბინძურებს, რომელიც მე ძალიან მისის შენთან ურთიერთობაში.